ეიდონ უილსონ ტოზერი. ღმერთის სწრაფო ადამიანისაკენ. ეს მცირე ნაშრომი მოგრძალებით ეძღვნება იმ ყველა მარადისობის პილიგრიმს, რომელთა ამ ქვეყნიურობისადმი უნდობლობამაც ისინი აიძულა უფრო საიმედო საყრდენი ღმერთში ეძიათ. ეიდონ უილსონ ტოზერი. ტოზერის მემკვიდრეობა. მე-20 საუკუნის ქრისტიანებში იშვიათად იპოვის სულის სიმშვიდეს, რაც ღმერთის ჭეშმარიტი ძიების ნაყოფია. ძალიან ბევრისთვის სული შფოთი, შინაგანი მღელვარება და გაუწონასწორებლობა ნორმად იქცა. ისინი აღარ ეძებენ ღმერთს მთელი გულითა და მონდომებით. ზოგიერთებმა ამ სიმშვიდის პოვნის იმედით ქალაქები მიატოვეს და მონასტრულ თავშესაფარს მიაშურეს. მერე კი თავის დასავალალოდ აღმოაჩენდნენ, რომ მათი გულები იქაც ისევ მოუსვენრობასა და შფოთს დაეტყოვებინა. ეიდონ უილსონ ტოზერი იყო ერთი არაორდინალური ამერიკელი პასტორი, რომელმაც თავისი სულისთვის ამოხსნა ამგვარი სიმშვიდის საიდუმლო და თავისი აღმოჩენა ქრისტიანულ გაერთიანებას გაუზიარა. ღმერთთან დაახლოებული სიარული მან ქალაქ ჩიკაგოს ხმაურსა და გაწამაწიაში შეძლო. ტოზერს არასოდეს უსიამოვნია მონასტრული ცხოვრების ფუფუნები. დასავლეთ პენსილვანიის გორაკებს შორის ერთ ღარიბულ ოჯახში დაბადებულს, რაც თავი ახსოვდა, კარგად იყო გაცნობილი სიდუხჭირეს. გაჭირვებული ოჯახური მდგომარეობის გამო იგი იძულებული იყო უარი ეთქვა განათლებაზე. და საოცარია, იგი შემდგომში სულიერი მსახური და ცნობილი მოღვაწე ყოველგვარ უმაღლეს სკოლასა თუ კოლეჯში წვრთნის გარეშე გახდა. ტოზერი ქრისტესთან 17 წლის ასაკში მივიდა. მას შემდეგ, რაც ოჰაიოს შტატის ერთ პატარა ქალაქ აკრონში ერთ-ერთ ქუჩის შეკრებაზე მან არაპროფესიონალ საერო ქადაგებელს მოусმინა. ამ პერიოდში შეუერთდა იგი ადგილობრივ ეკლესიას და ქრისტეს აქტიური დამოწმებელი გახდა. ხოლო მისი სახლის სარდაფის ერთი მოწყობილი და ნახევრად ჩაბნელებული კუთხე კი მისი პირადი სალოცავი ნიშა შეიქმნა. აქ თავისი ქრისტიანული ცხოვრების დასაწყისიდანვე საფუძველი ჩაეყარა ტოზერის ღვთისადმი მსახურებას, რაც მომავალში მისი მთელი სიცოცხლის ყოველდღიური საქმიანობა გახდებოდა. გულმხურვალე ლოცვების დროს სწორედ აქ ისწავლა მან ყოველთვის და ყველაფერში უფალს ყოფილიყო სრულად მინდობილი ცხოვრების ნებისმიერ სიტუაციაში, რაც არ უნდა მომხდარიყო. სულ მალე ტოზერი თავად არაპროფესიონალ საერო ქადაგებლად გვევლინება ოფიციალური სასულიერო წოდების გარეშე. და აღმოაჩინა რა, რომ მისი გულწრფელი და რწმენას დაწაფებული საუბრები ბიბლიაზე და ქრისტეზე ადგილობრივ მეთოდისტურ ეკლესიაში მოწონებას და კეთილგანწყობას არ იმსახურებდა, გადაწყვიტა შეერთებოდა ქრისტიანულ მისიონერულ ორგანიზაციას, სადაც მას შემდგომში საშუალება მიეცა თამამად და სათანადოდ გამოეყენებინა მისთვის ღვთის მიერ ბოძებული ნიჭი. ქადაგების ეს აღსანიშნავი და გამორჩეული უნარი შეუმჩნეველი არ დარჩენილა და 1919 წელს რეგიონალურმა სასულიერო წინამძღოლმა ტოზერი დასავლეთ ვირჯინიის ნუტერფორტის ალიანსის ეკლესიის პასტორად დანიშნა. ამის მერე იგი მსახურობდა ტოლედოში, შემდეგ კი ინდიაპოლისში, ხოლო 1928 წელს იგი თანხმდება გახდეს სამხრეთული ალიანსის ეკლესიის პასტორი ჩიკაგოში. ტოზერის მსახურება ილინოისის შტატის დედაქალაქის ამ ქრისტიანულ გაერთიანებაში 31 წელს გაგრძელდა. უკანასკნელი ადგილი, სადაც იგი პასტორად მსახურობდა, იყო Avenue Road ალიანსის ეკლესია, კანადის ონტარიოს პროვინციის ქალაქ ტორონტოში. მრავალი წლის განმავლობაში, როცა იგი ჩიკაგოს ქრისტიანულ გაერთიანებას ხელმძღვანელობდა, ტოზერის ქადაგებები აგრეთვე გადმოიცემოდა მუდის ბიბლიის ინსტიტუტის რადიო სადგურით. ათასობით მსმენელი არა მარტო უბრალო ერის წარმომადგენლობიდან, არამედ პასტორებიც რეგულარულად ისმენდნენ მის ტევა და უხმადლიან ბიბლიური ჭეშმარიტებების განმარტებებს გადაცემაში საუბრები პასტორის სწავლებიდან. ტოზერის ქადაგების ლიტერატურულმა ხელოვნებამ სულ მოკლე ხანში აღიარება პოვა არა მარტო მის საეკლესიო გაერთიანებაში, არამედ შემდგომ
მთელ ევანგელისტურ საზოგადოებაში. 1950 წელს ქრისტიანულ მისიონერული ალიანსის გენერალურმა საბჭომ ეიდონ უილსონ ტოზერი გამომცემლობა ალიანსის მოწმეს მთავარ რედაქტორად აირჩია. იგი ამ თანამდებობაზე გარდაცვალებამდე მსახურობდა. ტოზერმა თვითგანათლება ბიბლიის მრავალწლიანი გულმოდგინეს სწავლითა და ღვთის გონის გამუდმებული, ლოცვით გაჯერებული ძიებით მიიღო. მისთვის ჭეშმარიტების ძიება ღმერთის ძიებას ნიშნავდა. მაგალითად, როდესაც ტოზერმა შექსპირის დიდებული ინგლისური სალიტერატურო შრომების გაგება დაისახა მიზნად, მან ისინი სულ მუხმოდრეკილმა გადაიკითხა. ევედრებოდა რა ღმერთს, დახმარებოდა დიდებული ბრიტანელი ავტორის პოემებისა და სონეტების ქრისტიანული კუთხით გაგებასა და შეფასებაში. საკითხისადმი ასეთი მიდგომა ტოზერისათვის თვითგანათლების მიღების ჩვეული მეთოდი იყო. სულიწმიდისა და კარგი წიგნების გარდა, კარგი ამ სიტყვის ჭეშმარიტი გაგებით, ტოზერს არანაირი მასწავლებელი არ ყოლია. ასე გახდა იგი თეოლოგი, აღიარებული ერუდირებული სკოლარი და ინგლისური ენის ოსტატურად მფლობელი ხელოვანი. მის ნაწარმოებში ბევრ ციტატას არ შეხვდებით, რადგან ტოზერმა ისე შეითვისა ყველაფერი წაკითხული, რომ მას მარტივი და ამავე დროს ძალზედ მომხიბვლელი ენით შეეძლო თავისუფლად ჩამოეყალიბებინა ჭეშმარიტების საფუძვლები, რომლებიც წლების განმავლობაში სულიწმიდით ცხებულ სწავლებაში ჩაღრმავებულს თავად ჰქონდა აღმოჩენილი. განსაკუთრებით გულმოდგინედ და გამოწვლილვით იგი იკვლევდა ევანგელისტი მისტიკოსების შრომებს. ეს მისი სულიერი წიგნისმიერი საქმიანობის საყვარელი საგანი იყო. ტოზერი აღფრთოვანებული იყო რწმენის ადამიანების ცხოვრებით. მათ ხომ ქრისტიანული სინათლის ლამპარი მუგიზგიზედ ანთებული მაშინაც კი შეინარჩუნეს, როცა უღმერთოება და სულიერი სიბნელე თითქმის ყოვლის მომცველი იყო. სწორედ ამით იკმაყოფილებდა ტოზერი ღმერთისკენ ტოლვის ძლიერ წყურვილს და სხვებსაც ამ ღვთის უხმადლიანი სულიერი წყაროებისაკენ უხმობდა დასარწყულებლად. სწრაფვა ღმერთისაკენ წიგნის ძირითადი ჩონჩხი ავტორის ქრისტიანული მოღვაწეობის დასაწყისშივე ჩაისახა. მისი ეს ნაშრომი თავად ტოზერის შინაგანი ღრმა განცდების გრდემლზე გამოიჭედა და შემდეგ კი ქრისტიანისთვის წილხვედრ ცხოვრებისეულ გასაჭირში და განსაცდელებში გამოიწვრთო. ამ წიგნის ერთ-ერთი თავი, ნეტარება არაფრის ქონებით, აირეკლავს ტოზერის უკიდურესად სასტიკ სულიერ ბრძოლას, რომელიც მან გადაიტანა, რათა თავისი ერთადერთი ქალიშვილი ღმერთისკენ მოებრუნებინა. მაგრამ როდესაც მან სრულიად დაყარა ფარხმალი და ქრისტეს გულით მინებდა, სწორედ მაშინ შემოვიდა მის ცხოვრებაში სიმშვიდის დიდებული განცდა და მან ბოლოს შვება იგრძნო. ტოზერმა ღმერთი თვით სიცოცხლის უმაღლესი სასწავლებლის პრაქტიკული გამოცდილების გაკვეთილებზე შეიცნო. მას შემდეგ, რაც 1958 წელს პირველად გამოიცა ეიდონ უილსონ ტოზერის წიგნი სწრაფვა ღმერთისაკენ, ქრისტიანულ წრეებში დიდი პოპულარობის გამო მისი მილიონობით ასლი იქნა ხელახლა დაბეჭდილი და ითარგმნა რა სხვადასხვა ენებზე, წიგნი მთელ მსოფლიოში გავრცელდა. შემდგომში ავტორის სხვა შრომებიც გამოიცა. მკითხველი ყოველთვის დიდი ინტერესით ეკიდებოდა მის ქადაგებებს, მაგრამ სწრაფვა ღმერთისკენ, როგორც ადრე, მაინც ტოზერის ყველაზე პოპულარულ შედევრად რჩება. თვითონ წიგნის წერის პროცესი ავტორისთვის ღრმა სულიერ განცდებთან იყო წილნაყარი. როგორც მისი ბიოგრაფიის დამწერი, დოქტორი დევიდ ფენტ უმცროსი მოგვითხრობს, ტოზერმა მთელი ეს შრომა პირდაპირი გაგებით მუხლებზე დაჩოქილმა დაწერა. სწორედ ამით თუ ავხსნით მის მკითხველზე ზემოქმედების დიდ ძალას. წიგნი გაჯერებულია ქრისტეს გადამრჩენელი მადლით, რომელიც შემოქმედმა მოქადაგეს უხვად უბოძა. ვფიქრობთ, სწრაფვა ღმერთისკენ და ღმერთის სწრაფვა ადამიანისაკენ შრომების გაუნელებელი ინტერესი აიხსნება ავტორის დიდებული სულიერი აღმოჩენით, რომ ღმერთის ძიებისას მორწმუნე კი არ ივიწროებს თავის თვალსაწიერს, არამედ პირიქით მის წინაშე ახალ-ახალი სულიერი ოაზისები იშლება და ღვთის შეცნობით ქრისტიანი უფრო და უფრო უახლოვდება თავის საბოლოო ნავსაყუდელს შემოქმედის ნეტარებით ახსავსე წიაღში,
ბიბლიის ენაზე ცათა სასუფეველი რომ ქვია. ეიდონ უილსონ ტოზერი ერთგვარი გაგებით მე-20 საუკუნის წინასწარმეტყველად გვევლინება, რომელიც თანამედროვე ქრისტიანულ ეკლესიას ღმერთის მოწოდებით კვლავაც უხმობს ჭეშმარიტი რწმენა და უფლის სიყვარული, თავისი გულის მდგომარეობით ყოველდღიურ საქმიანობაში, ღვთისმოსაობის პრაქტიკული განხორციელებით ცხოვრებაში აჩვენონ სიტყვით თუ საქმით, როგორც იქცეოდნენ პირველი საუკუნის ქრისტეს მოციქულები მისი იერუსალიმის ახლოს მდებარე ზეთისხილის მთიდან, ცადამაღლების შემდეგ. ტოზერის მიერ დანატოვარი სულიერი მემკვიდრეობიდან არაფერი ისე არ ეხმიანება და ესალბუნება ჩვენი გულების ტკივნეულ სულიერ შეჭირვებებს და მოთხოვნილებებს, როგორც სწრაფვა ღმერთისკენ და ღმერთის სწრაფვა ადამიანისკენ.